გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ეს არის პროგრამა მამულეთი და მე მისი წამყვანი თემურ ხუციშვილი გახლავართ. კაიხანია შეხვედრივართ და როგორც გამოჩნდა დიალოგი არის უფრო საჭირო პროგრამაში, რომ თავისუფლად ამოთქვა ადამიანმა რა გჭირს, რისი უნდა გვეშინოდეს, რა უნდა გვიხაროდეს და ამ თემებში მარტო კაცი ჭამაშია ზღალეო და ამიტომ ორი წავიყვანთ დღეიდან ამის შემდეგ ამ პროგრამას. ჩემი მეწყვილე იქნება პარტიის ხელმძღვანელი ბატონი თემურ ბობოხიძე. თხოვთ ბატონო თემურ, მოგზავნით. მოგესალმებით ბატონო თემურ. ახლა ზუსტად ის რაც თქვენ გულს აწუხებს, რაც ჩემს გულს და ჩვენი მაყურებლების გულს აწუხებს და ტანჯად და ტკივილად რომ გვადებს უყველას. ჩვენი სამშობლოს შესახებ ვისაუბროთ. გუშინ წინ რომ მეთქვია პრეზიდენტის, ჩვენი პირველი პრეზიდენტის დღეობა იყო და ამ თემასაც შევეხოთ და დღევანდელ გლობალურ მდგომარეობას. მოგესალმებით თანამემულენო. ეს დღე ნამდვილად არის ძალიან საინტერესო დღე, იმიტომ რომ როგორც ბატონო თემური თქვა, ორი დღის წინ იყო რეფერენდუმის დღე იყო, რომელიც მთელი საქართველო იღებდა რეფერენდუმში მონაწილეობას და 90%-ზე მეტმა პროცენტმა მისცა ამ რეფერენდუმში. 93-მა. 90-ზე მეტი არის და აქ ყველაზე აღსანიშნავი ის არის, რომ აქ იღებდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის იყო ჩართული სწორედ ამ მმართველები და ყველა მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას. მე მინდა სწორედ ჩვენ პროგრამაზეც ვილაპარაკოთ მამულეთი. ეს პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკაზე არ იქნება, აქ იქნება ძალიან საინტერესო თემებთან დაკავშირებით საუბარი. საუბარი იქნება იგივე სოფლის მეურნეობაზე, განვითარებაზე, სხვადასხვა ისეთ თემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ხალხს აინტერესებს და სწორედ აქ იქნება ისეთი სტუმრები მოწვეული, რომელსაც ნამდვილად მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება და კიდევ შეუძლიათ მათაც შემოგთავაზონ ისეთი პიროვნებები, თუ იმასთან სურთ რომ მოვიდნენ ჩაწერა გააკეთონ, ერთად ხდება ეს ყველაფერი და საინტერესო თემებთან იქნება. ასევე იქნება ჩვენ ფაქტიურად ხელისუფლებასაც ვეუბნებით იმას, რომ ჩვენ მოგცემთ, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის გასაკეთებელი და როგორ უნდა გაკეთდეს. ისაც უნდა უთხრა, როგორ უნდა გაკეთდეს, თორე ყველაზე ადვილი ოპოზიციონერობაა, ხო? ყველაფერზე შეიძლება გააკრიტიკო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მაგრამ საქმეს არის ჩემი აზრით დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. რომ ნამდვილი ოპონირება გაუწიოს და ნამდვილად იყოს ესეთი ის რომ არ არის რაღაც მწყობრში, მარტო ამის თქმა და ამის აღიარება კი არ არის აუცილებელი. აუცილებელი არის აი ამ უკუღმა წასული საქმის გზის გაგრძელება როგორ იყოს. აი ამ რჩევების მიცემა და რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ამ საქმეში, რომ რჩევები მოგაწოდოთ. აქ იქნებიან სპეციალისტები, ამათ ვინ გახრის, როგორც ბატონო თემურმა აღნიშნა, ეს პოლიტიკის რანგი იქნება, სოფლის მეურნეობა იქნება, ადამიანური ურთიერთობები იქნება, თუ ასე შემდეგ. ეხლა დღეს ბატონო თემურ ვინდა აღნიშნა, რომ მთლიანად სრულიად საქართველო დაბნეულია. აქ ერთი ბანაკი, მეორე ბანაკი ასე შეიძლება ლაპარაკი. სრულიად საქართველოა დაბნეული. ვერ გავიგეთ რა ხდება და არა მარტო ის რომ ვერ გავიგეთ რა ხდება, რატომ მიდის ცუდად და უკუღმართულად საქმე. არამედ ის რომ ჩვენი საკუთარი აზრი აღარ გვაინტერესებს უკვე. რომ გავუზიაროთ სხვას, რომ დავანახოთ და გავაგებინოთ და მივაწოდოთ ისე რომ არა თუ კამათი და კამათი კიდე შეიძლება, მაგრამ ჩხუბი კი არ უნდა მოგვივიდეს, არამედ ჩვენი აზრების გადამოცემა უნდა შევცვლოთ არგუმენტირებულად. ეს
ჩვენ დონეზე კი არ გადაწყდება საქართველოს ბედიღბალი, მაგრამ ხელს შეუწყობს საქართველოში მაცხოვრებელი ქართველების თუ არა ქართველების ურთიერთობას. გაუკეთესებული მდგომარეობა უნდა მივაწოდოთ ჩვენ რჩევების სახით. როგორც შახაბაზე ამბობდა, ხო, ქართველებს ერთი შეხედულება ამის ერთი აზრია. ამიტომ ეს არის რომ ჩვენ ყოველთვის ქართველები დასაქსულები ვარ და ყველა საწყოს ჩვენ ტრებს რომ ვიყოთ ცალ-ცალკე. ყველაზე ადვილი მოსარევია დაშალე და ებატონე. მაგრამ საქმე იმაშია, სწორედ 31 მარტი ესეთი დღეა, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერც ვერავის ამ დღეს. ვერავინ და ამიტომ როცა საჭირო იყო ერთად უნდა გვეზეიმა ეს დღესასწაული, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დღევანდელი დამოუკიდებლობა დგას ამ რეფერენდუმზე. ეს რეფერენდუმი იყო ძირითადი და იქნება ყოველთვის ის, რომ 90%-ზე 93% ბრძანეთ და სწორედ ეს 93% შეიღებდა აფხაზების და ოსების მონაწილეობას ამ რეფერენდუმის ჩატარებაში. ეს არის ყველაზე ძლიერი რაც ზუსტად გამსახურდია თავის პრეზიდენტობაში გააკეთა, რომელიც დიდი ისტორია დაუწერა საქართველოს. ძალიან დიდი ისტორია დაუწერა და ბევრი კარგი გააკეთა გამსახურდია, მაგრამ ეს სწორედ ის დღე არის, რომელიც ნამდვილად შეუდარებელი. ხო, ეს დღეს ვერავინ ვერ წაშლის, ვერც ახალი ხელისუფლება მოვიდეს, ვერც ძველი და ვერავინ ვერ შეეხება ასურით ამ რეფერენდუმის დღეს. სწორედ აი ეს არის ჩვენ გვინდა ერთიანობა. ერთიანობა გვინდა და ერთიანი ძალით ძალაერთობაშია, რომ სწორედ მივახცეთ ნამდვილ რეალურ დამოუკიდებლობას. ჩვენ ბევრჯერ ვქონია საუბარი მე და ბატონ თემურს, დღევანდელი დღე სიმბოლურია 2 აპრილია, 2 თემური ვართ, მამული და მამულეთი სტუდია. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გამოვაქვთ და ვეთქვით მიზეზი რა არის და მიზეზს აღმოფხვრა როგორ შეიძლება. როგორ აღმოფხვრათ ეს მიზეზები და ხელისუფლებას მივცემთ გამზადებულ რეცეპტს, ესე ვთქვათ. ამ საუბარში უნდა ჩავთვალოთ მაყურებელი. სრულიად საქართველოს მაყურებლებს მოგვართავთ და გეუბნებით. ჩვენს ყველაფერს ვერ ამოვთქვათ და გადაწყვეტაზე ხო საუბარი არ არის. ვერც გადავწყვეტ. თქვენთან ერთად, თქვენს გარეშე არაფერი გამოვა. ეს ხალხის ნება უნდა გამოჩნდეს და ამიტომ ჩვენ თუ რაღაცაში შეგვეშლება ან არასწორი მიმართულება გვექნება ან შეხედულება, თქვენ უნდა ჩაერთოთ და უნდა მოგახსენოთ არა მარტო ჩვენ, არამედ სრულიად საქართველოს ის გზა ჩვენოთ, რომელიც გაივაკებს, რომელიც გაიფურჩქნება. ჩვენ სპეციალისტების მიერ შეგვიძლია მოვწეროთ, ჩაეწეროთ და ერთად ვიმსჯელოთ ჩვენ საქართველოს შესახებ. 100 წლის წინ აი ამ პერიოდში ასეთივე სიტუაცია ტრიალებდა საქართველოსთვის. ერთი ბროშურა ვნახე, სადაც ეს მაშინდელი გამოშვებული 1930-იანი წლების პერიოდია, სადაც საქართველოს რუქა არის დახატული მაგიდაზე დევს და ზედ საქართველოს დახატულ რუკას სხვადასხვა ჩაცმულობისა და მოცულობის ხელები არის, რომელთაც ადვილად გაარჩევ თუ ვინ რომელი ქვეყანა იგულისხმება ამ ხელებში და თლიანი ეს პერიმეტრი, რაც საქართველოს რუკა არის მოხაზული, სულ ხელებით არის გავსებული. ანუ ყველას უნდა რომ თითო ნაჭერი, აი ეს სუყე ნაჭერი მოაგრიჟონ და წაიღო. არ არის აქ არც ერთი საზღვარგარეთის და უცხოეთის წარმომადგენელი, რომელიც შენი ქვეყნის აყვავებაზე ფიქრობდეს და გულზე ეხატებოდეს შენი წინსვლა. ზეგამდელი თქვენი თქმის არ იყოს ის უხარიებდეს, რაც მეტად დაძაბულებული იქნება საქართველო და თუ არ ვიქნებით გაერთიანებული და ამას აღწევენ კიდევაც კაცო. აღწევენ კიდევაც და გადავკიდეს თითქოს ერთმანეთს. სწორედ, აი ერთმანეთის გადაკიდებით, ბატონებო, რამდენჯერაც მოხდა ქართველების შიდა დაპირისპირება ერთმანეთთან იმდენი ტერიტორია დავკარგეთ.
შიდა დაპირისპირება ესეა. მოხდა შიდა დაპირისპირება, დაიკარგა ერთ-ერთი, მოხდა მეორე დაპირისპირება, დაიკარგა ტერიტორია, სულ ესე ხდება და იკარგება ტერიტორიები და საქართველოს პატარავდება. დაკარგვის მიღმა გავაჩუქეთ. არა, ჩვენც გავაჩუქეთ და თვითონ იმ წყობამაც ძალიან კარგი კვანტი გამოვდო, რომ იტყვიან საკმაოდ დიდი და ტკივნეული. და ახლაც ისევ ამ პირობების წინაშე ვდგებათ რა. ამიტომ ჩვენ დავიტოვოთ ჩვენმა წინაპრებმა ბატონო ის ტერიტორია ხა დღევანდელ დღეს ნებია დავუბრუნოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მომავალ თაობას მაინც უნდა მივუწევთ შანსი რომ იმათ დაიბრუნო. ჩვენ რაც შეგვიძლია ეს უნდა ვაკეთოთ და ის შევინარჩუნოთ. რაც გვაქვს წართმეული საკმარისია. ეს რაც იურისდიქციაშია. ის მაინც შევინარჩუნოთ და აქ მაინც გავწულებდეთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად. რომ შემდგომ ეტაპზე არავინ არ იცის. იმიტომ რომ საქართველოს ბევრჯერ დაპყრობილი იყო, ბევრი ტერიტორიები ქონდა დაკარგული, მაგრამ მოვიდა დრო, მოვიდა ჟამი, ის ტერიტორიები დაებრუნა უკან, გაძლიერდა და უფრო ძლიერადაც იდგა კიდევაც. და არავინ არ იცის რა დრო დადგება და როგორ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს. ამიტომ დღეს ის შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს, გავაძლიეროთ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიურად და შემდგომ ეტაპზე ნახოთ რა იქნება. ისტორია გვაჩვენებს ყველაფერს. ისტორია ბევრი ისეთ მომენტებს გვეუბნება, რომ ძალიანად იყო საქართველოს დაშლილი, დაკუცმაცებული, წართმეული, დაპყრობილი, მაგრამ დღემდე კი ვარსებობდა შემოვიდა. ვერ გავერთიანდით, აი, ყველაზე ტკივნეული მონაკვეთი ჩვენთვის. ყველაზე ტკივნეული, გაერთიანება, იმიტომ რომ ერთი აზრი არ ყალიბდება, ვერ ყალიბდება თორე. ვერ ყალიბდება და დაბნეული ხარ თქვენც, მეც, წერგოვან თარჩილაო, ისე არ იყოს სუაბობს რეკვია, მიხო დამაროში არის. ამიტომ არის რომ რამდენი ქართველიც არის, იმდენი თქვენ ხელისუფლება არის, ხო, ყველა სურდა ხელისუფლებაში მოსვლა. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ ისეთ ხელისუფლება კი ბატონო იყოს, მაგრამ გააკეთოს ქართული საქმე. ის საქმე გააკეთო რაც არის. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები ვინმეს ჩამოგდებაზე, გადაგდებაზე, გადატრიალებაზე, რევოლუციაზე, ქვების სროლაზე, დანგრევაზე. ჩვენ გვინდა რომ გამოვიდეთ მონარეობიდან. ჩვენმა ტელემაყურებლებმა შეიძლება არ იცემა, ბატონო თემური კარგად იცის. ჩვენი ინიციატივით, პარტიის ინიციატივით რომ მოიხსნა ბავშვების საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვები რომ ჩამოდიოდნენ საქართველოში სწავლის კურსი ხდიან სკოლაში. ჩვენ გქონდა ამ მთავრობასთან 2014 წელს განათლების სამინისტროსთან ურთიერთობა მივწერეთ და გაითვალისწინეს და მოხსნეს 2014 წლიდან არავინ არ იხდის არც ერთი ბავშვი სკოლაში გადასახვაც, ხო? ეს რო თანამშრომლობა იყო, არავით არ, ფაქტობრივად იმათ მიწერეს ხელისუფლება. ჩვენ გეუბნებით, ჩვენ გეტყვით, იმას გზებსაც განახებთ და ჩვენზეა დამოკიდებული გააკეთებთ, არ გააკეთებთ. თუ არ გააკეთებთ, ბატონებო, არც მარშხალებს გესურვით, არც თოქს გესურვით, არც ზარბაზანს, მაგრამ არჩევნების დროს ვიტყვით, რომ ჩვენ შევთავაზეთ და არ გააკეთეს, არ შეასრულეს. თუ გააკეთებთ, არ დაგიჭიროთ და მოხარულები ვიქნებით ამ მიმართულებით, რომ რაც კარგი გაკეთდება ქართველებისთვის, ეს არის. ჩვენ მამული ვაზროვნებთ სახელმწიფოებრივად. ზუსტად. სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, რომ სახელმწიფოს უნდა ეს, რომ გამოვიდეს კარგი და ხალხისთვის კარგად იყოს. ჩვენი თავებისთვის კი არა, სახელმწიფოსთვის ვამბობთ. ამიტომ ქვეყნისთვის, არა μόνο სახელმწიფოსთვის. ქვეყნისთვის, ქვეყანა ცალკეა, სახელმწიფო ცალკეა. და სახელმწიფო ვაზროვნებას საიდან შეგვიგო, ხო? ჩვენმა თითოეული პიროვნებები საზრუნავია და მეორეც საზრუნავია. აი ამ მეორე რომელსაც სახელმწიფო ქვია, უნდა იზრუნოს სამშობლოზე. ნამდვილად. ქვეყანაზე. ხალხი კიდე დაბნეული ვარ. პირადად მეც დაბნეული ვარ. არ ვიცი ვინ რას აკეთებს, ვის რა უნდა. იქით გახედილიდან აქეთ როგორი ხედებიან. აი წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო. კი ბატონო, კი ბატონო. აი ყარი პლატფორმა ძალიან დიდი ნიშანია. აი ერთი ლექსი მაქვს ამ თქვენ საერთოდ საინტერესო ლექსებს წერთ ხოლმე ესეთი კარგი შემოქმედებითი მოღვაწეობა ბატონ თემურის, რომ
ნამდვილად დამაფიქრებელია და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე საუბარი, გარჩევაც მქონია იმ ლექსისა და იმდენად საჭიროა დღეს სწორედ ესეთი ლექსები და პოეზია და ყველა ჩავატაროთ ეს პოეზიის აღმოჩენილი ჩავატაროთ ხოლმე. ეს არის სულის შინაგანი მეს და შინაგანი აი იმ ურთულესი დაბნეულობის ამოძახილი. რაც ახლა მინდა რომ წავიკითხო. ვერ გავიგე და ვერ მივხვდი. აი ეს ლექსი ძალიან კარგად გამოხატავს იმ განწყობას, რაც ზეგან ვახსენე. სათავეა ხასეთი დადგა ხანი. ხანი იცი დროს ნიშნავს. მზის ვერ მათბობს ზოგჯერ სხივი. გზას მიბნელებს ზოგჯერ თვარე. დავიბენი, ვერ გავიგე, რას მიქადის არემარე. რადგან მზე მე სიტყვით მლოცავს, ხოლო თვარე სიტყვას მაყრის, თითქოს ორი ჩემზე ფიქრობს, თავად კი პოზა აქვთ მაყრის. გაშლილ სუფრას სულთ მიუსხდნენ, თამადობა უნდათ ორთავ, არ ვის არ აინტერესებს თუ პატარცაც როგორ მორთავ. შენ კი ერთურს ეჭვით ვუმზერთ, მე და ჩემი დადა ძმები. ეს რაც ხვჭის რა. რა სულს ეჭვო რომ ჩვენ სულში შემოიჭრ დადაცურები, ვგონებ უკვე დადგა ხანი, ბებერ ხარის ხნავდნენ კანი, შევკრათ ჩარღვეული რვალი. მართლაც დადგა დრო, როდამდე უნდა ვიყოთ ასე გაწეცილები. დადგა ხანი და დრო, რომ ერთმანეთს მივიცეთ მხარი მხარს. სწორედ ეს არის ბატონო თემურო, სუფრაზე ყველა პატრიოტია. ნუ სუფრა იწოდება, სუფრა ჩვენი ის არის, რა ქვია, წითელი ბარათია რაზოგისთვის და ეს ჩვენი ის დიდი მამაპაპისეული, რაც სუფრაში იყო ჩადებული, ყველა ხო არ არის ნათქვამი. ქართული სუფრა აკადემია არისო. იქ საუბარი მიდიოდა ქვეყანაზეც, ოჯახზეც, პიროვნებაზეც, რჩევები მიდიოდა, მსჯელობა მიდიოდა. ეს სუფრა მართლაც რო აკადემია. აი იმ ლექსის გაგრძელებასავით შეიძლება ჩაითვალოს ეს გადამიერჩინე რასა. ხევზედ მოდიან ნისლები გაჩქარებულნი მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ფარბენ ბნელითა. ამას ტკივილით ამბობდა დიდი მგოსანი ვაჟა. ჩვენ კი ნისლი თავს გვახურავს და მაინც ყველით ვაშას. ვერ გაგვიგია რა გვინდა, რა ისთვის ვიქმით რასა. ან რას გვიქადის იqbali მიწასა, რად ვასობთ რქასა, ჩვენი ჩვენად არ გვჩვენობს, ტყუილად ვუღრეთ სხვასა. ღმერთო, ღვთისმშობლის სიმკვეთრი გადამირჩინე რასა. აი ეს მომენტი არის. ეს დღეობით ძალიან წინა პლანზე დასაყენებელი. გადამირჩინე რასა უფალო. მადლობა ღვთისა, მადლობა ღვთისმშობლისა, საქართველოს გარკვეულწილად კიდევ მფარველობს, მაგრამ როდემდე გაძლევს ასე საქართველო, თვითონ საქართველო და ქართველი ხალხი, ეს ძალიან ძნელი საქმეა. ძალიან დროული იქნება, რომ საქართველოს ფავი და ღვთისმშობელი არ ფარველობდეს, ბატონო თემურ, მაშინ აქამდეც გადაშენებულები ვიქნებოდით. თუ ჩვენზე დიდი ერები გადაშენდნენ და ჩვენი კულტურა გვაქვს, ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი დამწერლობა გვაქვს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ რაც გვაქვს. ამიტომ უნდა შემოვინახოთ და უნდა გავუფრთხილოთ თითოეული ქართველი. ამას წინათ იყო საუბარი, არ ვიცი, ბატონო თემურ თქვენ უსვიდეთ თუ არა,
რომ ბევრი ახალგაზრდა გამოდის და ამბობს ისტორია რა საჭირო არის ისტორიის სწავლა აგერო ეხლა გათანამედროვე კომპიუტერი არის და ის კი არიცია რატომა ისტორია თუნდაც საჭირო რო ისწავლო ხო ეგასაც მომისმენდი რომ შეიძლება გინდა კომპიუტერი არსებობდეს გინდა არ არსებობდეს ის ისტორია ის შენი მამის შენი პაპის შესული საიდან მოდის შეიძლება აი არიან ახალგაზრდა კომპიუტერიდან ისწავლი წიგნიდან თუ ვინმესგან მოისმენ მაინც საჭიროა გამოჩნდება კომპიუტერზე ახალგაზრდობის რამოდენიმე იყო გამოკითხვა იყო ესეთი და შეიძლება ციფრულ ბეზარებოდა რაღაცების კეთება ასწავლა თუნდაც ხო? კი ბატონო ახლა ეს თუ სახალხოდ იქნა ნათქვამი და მოწოდებასავით გამოვიდა ამიტომ არ არის სწორედ აუცილებელია ისტორია კარგად იცოდეს ჩვენმა ახალმა თაობამ რომ ის შეცდომები არ დაუშვათ რაც თქვათ წინა ხელისუფლების დროს თუ მეფის დროს თუ რაც იყო ხარ ახმას მშრომლობა ეს საუკუნეების წინათ იმიტომ რომ ეს არის ისტორია მეორდება არაფერი არ იკარგება დასაკარგი არაფერი არ არის ჩვენ უნდა ვასწავლოთ თითოეულ ჩვენს ბავშვს რომ ფესვებიდან იწყება ფესვებიდან უნდა იცოდეს შენი ფესვები საიდან მოდის ვინ ხარ რა ხარ საიდან მოდიხარ და სამ მიდიხარ და უცებრად უნდა შეიყვაროს არ შეიძლება კომპიუტერში თუ შეიძლება იყოს იქნება დამნიშნულება. ახლა ამიტომ ჩვენ ძვირფასო მეგობრებო, გთავაზობთ იმ სერვისს, ასე ვთქვათ, თუ ვინმეს რაიმე გსურთ რომ თქვათ, შეგიძლიათ მოგწეროთ და ვიკავშირდეთ და ისიც კი შეიძლება რომ თქვენ თუ თქვენი აზრის გამოთქმა თავად გსურთ, მობრძანდეთ და გამოიყენოთ ჩვენი სტუდია. ჩვენ მომხრევართ იმის, რომ სახალხო მსჯელობით ჩამოყალიბდეს ერთი მთლიანი ყველასათვის მისაღები აზრი. ამიტომ გთხოვთ ნახვის მერე, ამ გადაცემის ნახვის მერე დაფიქრდეთ, მოგწეროთ, მოხვიდეთ. და გააზრია. რომ ბევრი მოუყუროს გადაცემას, რომ ბევრი შემომიერთდეს ჩვენ გავდივართ სოციალურ ქსელზე, Facebook-ზე და ასევე გავდივართ YouTube-ზე. ორივეგან შევიდეთ, ვიყურონ, მოგწეროთ და შემომიერთდეთ. ჩვენ თანახმა ვართ, მე და ბატონი თემური, რომ მათთან ერთად ვიმსჯელოთ და სწორედ იქამდე მივიდეს, დასკვნა იქამდე მივიდეს, რომ გამოსავალი. ეკეთება რომ მიდის პაციენტი ეკითხება საავადმყოფობა შეძენილია თუ გენებით მოდის თუ გენებით მოდის იმას კურნალობა უნდა ეტონო რომ კურნალებ ხოლო თუ შეძენილია ავადმყოფობა იმის კურნალობა შეიძლება და განკურნება შეიძლება ამიტომ ჩვენ რაც გვჭირს ქართველებს ეს გენებით არ მოდის ეს არის შეძენილი რომელიც განკურნება შეიძლება და რომ განკურნება მოხდეს ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ და კელა ვიჩხუბოთ, უნდა ვიმსჯელოთ, ვინ ჩხუბობს. ის ადამიანები ჩხუბობენ, ვისაც ლოგიკა აღარ აქვთ, რომ დაუპირისპირონ სიმართლე. ხედვა არ აქვს და ამიტომ და ჩხუბის გონია რომ გაიტანეთ თავს. ამიტომ მომზადეთ. შევდებით, გააზიარეთ, მოიწონეთ, სხვებსაც უთხარეთ, შეუყუროთ ტელემამულს და როგორც მოგახსენეთ, როგორც YouTube-ზე, ასევე სოციალურ ქსელზე და ძალიან მალე კიდე ჩვენ დაგვიმატება ახალი საიტი დაგვიმატება, რითიც ნამდვილად უფრო საინტერესო გახდება ჩვენი მოღვაწეობა და შემდგომ ეტაპზე პირდაპირ ეთერით მოხდება უკვე გასვლა და ბევრ კითხვებს გახსენთ პირდაპირ ეთერით გახსენთ პასუხს უკვე კითხვებთან დაკავშირებით. ასე რომ დაგემშვიდობებით და გველით თქვენს წერილებს, აზრებს და სტუმრობასაც. გადაცემა გადის, შევახსენოთ, ოთხშაბათობით, ყოველ ოთხშაბათობით გადის გადაცემა, ველოდებით ყველას. დროებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის საყვანები ბატონი თემურ ბობოხიძე და მე თემურ ხოციშვილი. ნახვამდის, კარგად დამდებოდეთ. ბატონო თემურ, მე მგონი საინტერესო გადაცემებია. უნდა გამოგვეხმაუროთ.